გამარჯობა. Ანი ერთ დროს შენ სხვა მოგაცილა. ახლა შენ ნინი მოაცილე, ხო? ესეთია ცხოვრება, ხო? ხვალ ნინი სხვას მოაცილებს. ხო ესეა? კოტეს ხო იცნობთ? კოტე არის ჩვენი კომპანიის დირექტორი, იცით? მოდი, დავუჯდეთ ახლა და დავილაპარაკოთ, რაზე ვარ დღეს შეკრებილები. დაბრძანეთ. აი ვის როგორ წარმოგიდგენიათ, ესე დაბრძანეთ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მოგესალმები ნინი, მოგესალმები ანი და კოტე დღედაღამე აქ არის. ცხოვრება ესეთია. ჩვენი კომპანია დღეს უკვე გადავიდა სხვა რელსებზე. საქართველოს TBC ბანკმა გვაღიარა გუშინ თუ გუშინ წინ კოტე შემოიტანი ამბავი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია ავტოსფეროში საქართველოში არის Mate Motors. Mate Motorში ძალიან ბევრი გოგო ბიჭები მუშაობდნენ, ძალიან ბევრმა გაამართლა, ძალიან ბევრმა სამწუხაროდ ვერ გაამართლა და თუ ვერ გაამართლა ეს ჩვენი ბრალი არ არის. ეს არის ბრალი გაუნათლებლობის. ამიტომ მე ვიცი ნინი შენ ხარ სტუდენტურ პარლამენტში, საიდანაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და შენ ხარ გოგონა, რომელმაც იცი რა არის განათლების ფასი. განათლებაზე უკეთესი დღეს არაფერი არ არის ქვეყანაზე. თუ განათლებული ხარ, გელაბარკალაი არ შეგეხვეწება. ისა შენ არ შემეხვეწები სამსახური მიშოვეო. თუ განათლებული ხარ, მე შეგეხვეწები, მოდი ჩემს კომპანიაში მუშაობ. და ხვალ კიდევ ეს უფრო სხვანაირად იქნება, უფრო რთულდება. გაუნათლებელ ადამიანს არც ერთი კომპანია არ მიიღებს. ამიტომ განათლება არის აუცილებელი. რაც შეეხება თქვენი მოსვლის მიზეზი, მიზანი რა არის? არის ის, რომ ჩვენ გვინდოდა ერთი გოგონა, რომელიც იმუშავებდა ავტომობილების იმპორტზე, რომელსაც განათლება იქნებოდა მიღებული ინგლისურის ცოდნა გვინდოდა ჩვენ ძირითადად და გონება გახსნილი ადამიანი გვინდოდა და ჩვენ შევარჩიეთ ძალიან ბევრი იყო, თქვათ, მსურველი, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ ნინი, იმიტომ რომ ის სწავლობს საერთაშორისოზე ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში. აქედან გამომდინარე ვიფიქრეთ, რომ ზუსტად ის გოგონა იქნებოდა, რომელიც ჩვენ კომპანიას წაადგებოდა სამომავლოდ. და ერთი თვე ნინი მიარა ჩვენს კომპანიაში, ნახა საფუძვლიანად ჩვენი სისტემა თუ ჩვენ როგორ ვმუშაობთ, თვითონ არის ყველა ვინც კომპანიაში მუშაობს მადლიერი, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მე არაფერი საწინააღმდეგო